მოგესალმებით, ონლაინ რადიო ჩემი ხმა კლავა ეთერშია, გადაცემით ჰორიზონტს პლიგმა გიბრუნდებით ერთი კვირის დაგვიანებით, რის გამოც მაყურებელს მოსმენელს ბოდიშს ვუხდი. დღეს უკვე სასწავლო წელი დაწყებულია, როცა ჩვენი ეთერი განახლდა, პრინციპში კარგი ხანია რაც. და ამიტომ ვისაუბრებთ ზუსტად უკვე ესეთ სამუშაო რეჟიმში საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე ქართველი სტუდენტებისთვის, ახალგაზრდებისთვის უცხოეთში სწავლასთან დაკავშირებით. ერთგვარად ჩვენი წინა გადაცემის გაგრძელებაც იქნება სხვადასხვა მოგზაურობასთან და ჰორიზონტის გაფართოებასთან დაკავშირებით. და ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის დათო ნადირაძე, რომელიც არის ერთ-ერთი ასეთი პროგრამის კურსდამთავრებული. დათო, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ჩვენ ვისაუბრებთ როგორც თვითონ ამ პროგრამაზე, ასევე იმაზეც თუ როგორ განვითარდა შენი ცხოვრება, ასე ვთქვათ, ამ პროგრამის შემდეგ. თუ შეიძლება რომ მოკლედ მოგუყვება საერთაშორისო განათლების ფონდი, ცენტრი ამ დაწესებულებას საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება და მოგუყვება უფრო მეტი რას თავაზობს ის ახალგაზრდებს. კი ბატონო, მოდით ხო მე ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე მოვყვები. განათლების საერთაშორისო ცენტრი აფინანსებს საქართველოს სტუდენტებს, რომლებსაც სურთ საზღვარგარეთ მაგისტრის ან დოქტორის ხარისხის მიღება. ასევე აქვთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანებისთვის. მე პირადად წავედი ამერიკაში და იქ ვისწავლე art management-ი. აქედან რა თქმა უნდა აპლიკაცია ასეთი იყო განათლების საერთაშორისო ცენტრში, რომ უნდა მქონოდა უნივერსიტეტისგან ჩარიცხვის წერილი და შემდეგ უკვე აქ უნდა შემოსო აპლიკაცია. ანუ ამაში ეს ნიშნავს, რომ მე თავდაპირველად შევარჩიე უნივერსიტეტი, ჩავაბარე, საბედნიეროდ იმ უნივერსიტეტისგან მივიღე სადღაც 70%-მდე დაფინანსება და დანარჩენი თანხის რაც დამჭირდა სასწავლებლად და საცხოვრებლად ორივე, ამაზე უკვე ინვოისი მომცა უნივერსიტეტმა. დიახ, და ეს ცენტრი ნაწილობრივ აფინანსებს თუ სრულად საჭიროების შემთხვევაში, რომ არ მიგეღოთ ეს დაფინანსება? თუ ანუ რა თანხაც აქვს მოთხოვნილი აპლიკანტს, ცენტრი აფინანსებს ან 100%-ით, ან 75%-ით. იმის მიხედვით, როგორ გადაწყვეტს კომისია. მე თვითონ უკვე მაქვს პატივი და ვარ ასევე განათლების საერთაშორისო ცენტრის სახელოვნებო სამაგისტრო პროგრამების კომისიის წევრი. რაც ნიშნავს, რომ მე თვითონ ვღებულობ კომისიაში მონაწილეობას, ვარჩევ აპლიკანტებს, რომლებსაც სურთ ევროპას და ამერიკაში ან მსოფლიოს სხვა წამყვან ქვეყნებსა და უნივერსიტეტებში სახელოვნებო განათლების მიღება. და ანუ რა კრიტერიუმები არის ძირითადად, როგორ წყვეტს 100 თუ 75? კი ბატონო, ანუ ორი ეტაპი აქვს, ბოდიში სამი ეტაპი აქვს. პირველი არის ის, რომ აპლიკანტმა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს და უნდა ეს ყველაფერი შეესაბამებოდეს ტექნიკურ მოთხოვნებს, მაგალითად, ყველას მოეთხოვება, რომ მქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება 3-დან 0 GPA. თუ კი აპლიკანტს და ამაზე დაბალი GPA აქვს და წარადგენს მაინც დოკუმენტს, ბუნებრივია შემდეგ ეტაპზე ვერ გადავა. შემდეგი ეტაპი არის აპლიკაციის მისია, ანუ სადაც არის მისი სამოტივაციო წერილი, მისი სამუშაო გამოცდილება, ყველაფერი. ეს სამუშაო გამოცდილება აუცილებელია, პირობაა? მაგისტრატურაზე თუ არ ვწდები, მინიმუმ 1 წელი სამუშაო გამოცდილება მოეთხოვება აპლიკანტს. ჩემი აზრით, სანამ საზღვარგარეთ წახვალ ადამიანს სასწავლებლად სამუშაო გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, მithumetes მაგისტრატურაზე, იმიტომ რომ ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ისწავლა მაგისტრატურაზე სამუშაო გამოცდილების გარეშე, იმიტომ რომ ის ცოდნა, რასაც ღებულობ, უნდა დააკავშიროს შენ მიერ არსებულ პრაქტიკასთან. და ეს აუცილებლად სამუშაო უნდა იყოს თუ შეიძლება სტაჟირება იყოს რაღაც? შეიძლება ალბათ იყოს სტაჟირება, მაგრამ გააჩნია ხარისხს, იმიტომ რომ რეკომენდაციაში მაგალითად რეკომენდატორი როდესაც წერს, რომ ამ ადამიანმა გაიარა აქ სტაჟირება და მორჩა მეტი არაფერი წერია, ასეთ რეკომენდაციაში ბუნებრივია აპლიკანტი დაბალქულას ღებულობს. მაგრამ თუ კი აპლიკანტ რეკომენდაციამ შეიძლება თქვას ასეთი რამ, რომ
იმდენად კარგი აპლიკანტი იყო, რომ მაგალითად ბოდიში სტაჟიორი იყო, რომ თხოვეთ 3 თვის ნახოთ, ერთი წელი დარჩენილი იყო, მაგრამ იმიტომ რომ შტატი არ ქონდა, ვერ ავიყვანეთ სამაგიეროდ, აი ეს გააკეთა და ჩვენთვის ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენ განვითარებაში. ასეთ რეკომენდაციაში ბუნებრივია უფრო მაღალ ფულს მიიღებს და უფრო წარმატებული აპლიკაციას ექნება. საგანმანათლებლო მიმართულებებში თუ გაქვთ პრიორიტეტები, მაგალითად არ ვიცი. ანუ თუ მაგალითად იშვიათ პროფესიებს უფრო მეტ უპირატესობას თუ ანიჭებთ, მაგალითად ტექნოლოგიურ IT სფეროს ან საინჟინროს და ეგ საკითხები როგორ წყდება? როგორც წესი ცენტრი საშუალებას აძლევს, რომ ყველა მიმართულებაზე შემოიტანონ სტუდენტებმა განაცხადები, თუმცა პრიორიტეტული მიმართულებები და იშვიათი სპეციალობებზე კომისია ხშირად უფრო დაინტერესებულია ხოლმე და იღებს გადაწყვეტილებას. ერთადერთი გამონაკლისი უბრალოდ შეიძლება ითქვას, რომ ბიზნეს ადმინისტრირებაზე როგორც წესი ძალიან ცოტა სტუდენტს უშვებენ, თუმცა ბიზნეს ადმინისტრირებაზე ძალიან დიდი კონკურსია, მაგრამ ყველაზე დიდი კონკურსი როგორც წესი არის იურისტებთან თუ არ ვცდები. ანუ ასეთ კითხვებზე უფრო სწორი პასუხი ალბათ თვითონ ცენტრის წარმომადგენლებს ექნებათ. და უკვე შემდეგ, როდესაც ამ აპლიკაციას შეავსებთ, მე რა პროცედურა? კი ბატონო, აპლიკაციას თუ კი მაგალითად გადალახავს წარმატებით აპლიკანტი და აპლიკაციაში დააგროვებს რაღაც რაოდენობის ქულას, ზუსტი რაოდენობის ქულა არ მახსოვს, რამდენი ქულა არის გამსვლელი. ამის შემდეგ მას იბარებენ გასაუბრებაზე. გასაუბრება დიდხანს არ გრძელდება. გასაუბრებაზე ძალიან ისეთ მარტივ კითხვებს უსვამთ აპლიკანტებს, როგორიც არის, აი მაგალითად რატომ შეარჩიეს ესა და ეს უნივერსიტეტი, როგორ ხედავენ თავიანთ სფეროში, მაგალითად მომავალში რა შეცვლიდნენ, თუნდაც რას გააუმჯობესებდნენ, რატომ მაგალითად რა არის მათი мотиваცია, რომ ნამდვილად შეძლებენ სხვა კულტურულ გარემოში სტრესთან გამკლავებას და ხარისხიანად სწავლას მაგალითად. და ყველა კი ეს არის ზოგადი კითხვები, მაგრამ ამას როგორც წესი ემატება ხოლმე ინდივიდუალური კითხვები აპლიკანტის მიერ შესწავლილი აპლიკაციიდან გამომდინარე. და შემდეგ სწავლის დასრულების შემდეგ რა ვალდებულება აქვს? უნდა საქართველოში რამდენი იმუშაოს თუ როგორ? აპლიკანტი ვალდებული არის, რომ ის საგანმანათლებლო პროგრამა რაზეც დაფინანსდა, მისი დიპლომი ჩამოიტანოს, მარტივად რო ვთქვათ, და შემდეგ ამის შემდეგ საქართველოში თავის სფეროში ან აკადემიურ სფეროში დასაქმდეს 3 წლამდე და იმუშაოს საქართველოში. თუმცა თუ არის შემთხვევები, როდესაც სწავლის დასრულების შემდეგ აპლიკანტებს 1 წლით სთავაზობენ დარჩენას იქ სამუშაოდ ან სტაჟირებას და თუ კი აპლიკანტი მიმართავს ხოლმე წერილობით კომისიას, კომისია ყველა შემთხვევაში თანხმდება, რომ აპლიკანტის სწავლის დასრულებიდან 1 წელი დარჩეს იმ ქვეყანაში, იმისთვის რომ შეიძინოს უფრო მეტი სამუშაო გამოცდილება და იმ 1 წლის მერე დაბრუნდეს. თუ ჩაიჭრა სტუდენტი ამ დროს რა? ბატონო, აი მაგალითად თუ კი სასწავლო პროგრამა არის 2 წლიანი და პირველი წლის შემდეგ, როდესაც წელიწადში ერთხელ წევს ანუ დაფინანსებას სტუდენტი ღებულობს ჯერ 1 წლის, შემდეგ მეორე წლის, თუ მესამე და მეოთხე წელიც მოსდევს მის სასწავლო პროგრამას, ესე ანუ 10 წლის მიხედვით ღებულობს. და ყოველი წლის ბოლოს აპლიკანტი ვალდებული არის, რომ წარადგინოს ანგარიში, რომ რა გააკეთა, რა დამატებითი აქტივობები ქონდა, აკადემიური მოსწრება როგორი ქონდა. თუ კი პირველი წლის აკადემიური მოსწრება ექნება 3-დან 0 GPA-ზე დაბალი, მაშინ ესეთ აპლიკანტს სტიპენდია შეუშერდება. და ვალდებული იქნება, რომ ის თანხა, რომელიც სახელმწიფო მას ედახარჯა, დაუბრუნოს სახელმწიფოს უკან. და ჩემი აზრით სწორიც არის გარკვეულწილად, როდესაც მიდიხარ და ამხელა პასუხისმგებლობას იღებ, რომ შენი ქვეყნისთვის ისწავლო და შემდეგ ეს ცოდნა მოახმარო სახელმწიფოს და შენ 3-დან 0 არ არის ესეთი GPA, რომელიმე სტუდენტმა ვერ შეძლოს. ეს არის უბრალოდ კარგი აკადემიური, კარგი მოსწრება, ფრიადებიც კი არ არის. შესაბამისად, ყველას მოეთხოვება, რომ მინიმუმ 3-დან 0 GPA ჰქონდეს ყოველ წელს. თქვენ რომელი უნივერსიტეტი დაამთავრეთ? მე დავამთავრე სამხრეთი იუტას უნივერსიტეტი, რომელიც არის იუტას შტატში. ცხოვრობდი იუტას, არიზონას და ნევადას შტატების საზღვართან. ვიცი რომ რაღაც რეიტინგი ინგოსიაც აქვს უნივერსიტეტების და პირველი 100 უნივერსიტეტის, ასე ვთქვათ, რეიტინგში, სოფლიო რეიტინგში
პირველ 100 უნივერსიტეტში აფინანსებენ, ხო? იცით როგორ არის, თავდაპირველად ცენტრს ჰქონდა ასეთი რეიტინგული სია კი ბატონო, თუმცა შემდეგ ეს რეიტინგული სია რამდენადაც ვიცი აღარ არის. ჩემი უნივერსიტეტი მაგალითად საერთოდ არ ყოფილა ამ რეიტინგში და საერთოდაც ალბათ ჩემი უნივერსიტეტი ძალიან ბევრ სარეიტინგო პროგრამაში არც მონაწილეობს. ამერიკაში ცოტა განსხვავებული სისტემაა, მხოლოდ ძალიან დიდ უნივერსიტეტს აწევს საინტერესოდ მსგავსი რეიტინგები. მაგრამ ამერიკული განათლების სისტემა ცოტა განსხვავებული არის, იქ მთავარი არის, რომ შეიძლება მაგალითად უნივერსიტეტი იყოს ცნობილი, მაგრამ არ ჰქონდეს კარგი იურიდიული პროგრამა ან ძალიან ცუდი საერთაშორისო ურთიერთობები ჰქონდეს ამ პირიქით. ჩემ უნივერსიტეტს ჰქონდა მსოფლიოში, ამერიკაში მეორე საუკეთესო art management-ის პროგრამა და თვითონ art management-ის გურუ, ვინც სფეროს საერთოდ ასევე art management-ად ჩამოაყალიბა, ასწავლიდა ამ უნივერსიტეტში ამ პროგრამაზე. შესაბამისად ამიტომ წავედი და ჩემი უნივერსიტეტი რაღაც რეიტინგებში მოხვედრილი იყო და არ ყოფილიყო და შესაბამისად 100 უნივერსიტეტშიც ვერ იქნებოდა, მე დავიშაგრებოდი იმ კუთხით, რომ ჩემი პროგრამა მოწინავე იყო. მაგრამ უნივერსიტეტი დავსვამესეთ აქ კითხვას, რომ ძალიან ხშირად ამბობენ, რომ თუ გინდა და მე სწავლა, რაც ყველგან ისწავლი და აი ამ გადმოსახედიდან რატომ არის თქვენი აზრით მნიშვნელოვანი საერთაშორისო განათლება რა? რა დამატებით პლუსებს იძლევა ის? ალბათ იმით უნდა დავიწყოთ, რომ ყველა გენიოსი ვერ ვიქნებით, ყველა ვაჟა-ფშაველა ვერ ვიქნებით და ყველა ვერ ვიქნებით ისეთი დონის მოაზროვნე, ვისაც ჭირდება, რომ ვისაც შეუძლია, რომ მხოლოდ რაღაც საოცარი სოფლმხედველობა განივითაროს და ასეთი თვალსაჩინო შეიქმნას მხოლოდ კითხვით. ანუ ასეთი უნარები ყველას არ გვაქვს. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ დიახ, საქართველოში შეიძლება კარგი განათლების მიღება და მე მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე და კარგი განათლება მივიღე ძალიან ვიზუალური ხელოვნების თეორიის მიმართულებით, ნამდვილად არუჩევი. თუმცა არის რიგი მიმართულებები, რაზეც რა თქმა უნდა ჯობია რომ წახვიდე და იმ ქვეყანაში ისწავლო, სადაც თუნდაც ის სფერო აღმოცენდა, სადაც ის ინდუსტრია ყვავის და უშუალოდ არ მხოლოდ ისწავლო, არამედ იმუშაო. მე იქ ყოფნის დროს როგორც სწავლობდი, ასევე მუშაობდი და ჩემი პროგრამა იყო აბსოლუტურად პროექტზე დაფუძნებული, ანუ ჩვენ არ ვსწავლობდით არაფერს ისეთ, რასაც არ ვაკეთებდით. თუ კი მაგალითად ვსწავლობდი ეკონომიკური, მაგალითად კულტურის ეკონომიკურ გავლენას ქალაქზე, როგორია შეიძლება იყოს თეატრის ეკონომიკური გავლენა, ამას არ ვსწავლობდი მხოლოდ თეორიულად, ამას ვაკეთებდით. ამ უნივერსიტეტი მაფინანსებდა, რომ წავსულიყავი კონკრეტულ ქალაქში და მე თვითონ ჩამეტარებინა ეს კვლევა სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად. ანუ ყველაფერს პრაქტიკაში ვაკეთებინებ და მსგავსი სისტემა საქართველოში სამწუხაროდ არ გვაქვს. და ისე უნდა დაუბრუნოთ იმ კითხვას, რაც დავიწყეთ, რომ დაფინანსების ნაწილობრივობა თუ სრული დაფინანსება, ამას როგორ წყვეტს? ეს ცოტა ძალიან ინდივიდუალური საკითხი არის. პირველ რიგში რა თქმა უნდა ცენტრს რაღაც თანხა გააჩნია ხო დასაფინანსებელი სტუდენტების. შეიძლება მაგალითად ადამიანი რეზერვში მოიტოვოს და ცოტა მოგვიანებით უთხრას რომ დაფინანსებო. იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევები რომ დაფინანსებულა ადამიანი და შემდეგ უარი ვქონს სტიპენდიაზე, ან არ წასულა, ან ვერ წასულა, ან უნივერსიტეტისგან მოგვიანებით მიუღია სრული დაფინანსება და აღარ დასჭიროებია ეს დაფინანსება. და შესაბამისად თანხა გამოთავისუფლებულა და შემდეგ აპლიკანტზე გადანაწილებულა მაგალითად. ამისი განსაზღვრა ხდება მაინც ქულებით. თუ ეს გაინტერესებთ, ასე არის მაგალითად თუ პირობითად ვთქვათ, რომ 10 ადამიანი 100 ქულიანი სისტემით შეფასდა და პირველი 10, რომელსაც ჰქონდა ეს ასეთი ქულები, მაგალითად 100, 98, 98, 97, 97, 95, 95, მაგალითად ასეთი აპლიკანტები გადავწყვიტეთ, რომ დავაფინანსოთ. თუ კი 95-ის შემდეგ მოდის დიდი შუალები და 95-ის შემდეგ ანუ ქვედა ზღვარი ქულის არის მაგალითად 82, ანუ დიდი შუალები გვაქვს. შემიძლია ვივარავდოთ, რომ წყვეტა აქ გაკეთდეს და შემდეგი ადამიანები დაფინანსდნენ მაგალითად 75%-ით. მაგრამ 75%-ზე ნაკლებით აღარ აფინანსებს ცენტრი, რამდენადაც ვიცი. მოდი უკვე გადავიდეთ შემდგომ საქმიანობაზე, იმიტომ რომ ბევრგან არასამთავრობო ორგანიზაციაშიც საქმიანობთ, საჯარო სამსახურშიც, რადიოც გქონდათ, აი ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო არის.
რადიოლოსი იყო ასეთი ონლაინ რადიო და თუ შეიძლება ამაზეც როგორ ვთქვათ ამ რადიოზე და ეს ორგანიზაცია. რადიოლოსი იყო არტ-ინფო საქართველო არის ბიზნეს არასამთავრობო ორგანიზაცია არის რომელმაც დააფუძნა ეს რადიო ეს და მე ვიყავი ამ რადიოს დამფუძნებელი და ეს მოხდა მანამ სანამ წავიდოდი ამერიკაში ამ რადიოს ჰქონდა ასეთი ორი ამოცანა ჰქონდა რომ ერთი საქართველოს რეგიონებში გამხდარიყო სმენადი და მიეწოდებინა ინფორმაცია ახალგაზრდებისთვის ძირითადად სკოლის დამთავრებელი სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის და ხელი შეეწყო რეგიონებში მცხოვრები გოგონებისთვის პროფესიულ განვითარებაში. ამ წლების განმავლობაში გარდა იმისა, რომ რადიომ შეძლო უამრავი მსმენის მობილიზება და ძალიან საინტერესო მუსიკით დაწყებული გადაცემებით დამთავრებული ჰქონდა, ასევე SoundCloud-ზე დღემდე ბევრი მოსმენა აქვს. ამის გარდა შეძლო ასეთი რამ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მაისარგებლა ჩვენ მიერ ნათარგმნი ინფორმაციით, მაგალითად კონკურსების, კონფერენციების შესახებ, სასწავლო პროგრამების შესახებ, რომლებიცაც შეეძლოთ რომ ქართველებს ესარგებლათ. ანუ ვეძებდით ჩვენ სპეციალურად ასეთ ინფორმაციას, თარგმნით ქართულად და ხელმისაწვდომს ხდით რეგიონში მცხოვრები ქართველი აუდიტორიისთვის. და ძალიან ბევრი ადამიანი ასეთი წავიდა მაგალითად რეგიონულ კონფერენციებზე, მცირე სასწავლო პროგრამებზე და ასე შემდეგ. მეორე მიზანი, რასაც ამოცანა ამას რადიოში უშვებდით ხოლმე? საიტზე ძირითადად ამას უშვებდით რადიოს საიტზე და ამ საიტის მეშვეობით და სოციალური ქსელებით ვწვდებოდით ამ აუდიტორიას. რადიო იყო ჩვენი ერთ-ერთი ხერხი, რითიც ამ აუდიტორიას ვიზიტავდით. მეორე კარგი რაც ამ რადიომ გააკეთა იყო ის, რომ თუ არ ვცდები თუ ციფრი არ მეშლება ჯამში 12 გოგონა რამდენი 2 წლის განმავლობაში რეგიონებიდან შევარჩიეთ დამთავრებელი სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც ვასწავლეთ როგორი მატერიალები ეცით, აი იმეილის სწორედ ხმარება, მეილის სწორედ დაწერა, ჩვენ ესე ვთქვათ, როგორც ფასიანი სტაჟიორები, ასე გვხმარდა ესენი აყვანილი. შეეძლოთ Google Drive-ის გამოყენება, შეეძლოთ ინტერვიუს გაკეთება, თავიანთ სოფელში და ქალაქში რა ხდებოდა, ამაზე წერდნენ, აკეთებდნენ რადიო და ვიდეო სიუჟეტებს, ლაივ ვიდეოებს. ანუ ის ძირითადი უნარები შეიძინეს, რომელიც ნებისმიერ სამსახურში ჭირდებათ. და ეს ადამიანები უკვე სტუდენტები რომ გახდნენ, ყველა სტუდენტი არის, ყველა სტუდენტი იქ წარმოგვიდგენთ სტუდენტზე ერთი ნაბიჯით წინ იყვნენ, იმიტომ რომ ვისაც დასჭირდა შემდეგ დასაქმება, როდესაც მივიდა დასაქმებასთან, მას შეეძლო ეთქვა, რომ აი მე ეს არ მხოლოდ ვიცი, აი მე ეს მიკეთებია და მე ეს მთელი ერთი წელი ვაკეთე. ან 12 გოგონას მივეხმარეთ იმაში, რომ თავიანთ გადაცემებსაც ამზადებდნენ? რა თქმა უნდა, გადაცემებსაც ამზადებდნენ, თარგმნდნენ, კიდეც ბლოგებსაც წერდნენ, ანუ მაქსიმალურად ვაძლევდით გასახანს მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე და ანუ ძირითადი თანამშრომლები ვინც ყავდნენ რადიოში, ასევე რადიოს პროგრამის მართვაც ისწავლეს, რა თქმა უნდა. რა თემატიკაზე ქონათ ხოლმე გადაცემები? თემატიკა იყო ძირითადად სოციალური, იყო ადამიანის უფლებები, ჯანმრთელობა, კულტურა, აი ეს სამი მიმართულება ჰქონდა ძირითადად. და თქვენ ასევე ქონათ რაღაც თვითკმარობის, ანუ მდგრადობისთვის რაღაცა კომპონენტი კომერციული. კომერციული სხვა შორის ჰქონდა ჩვენ კამპანიებით ჰქონდა რადიოს ერთ-ერთი როგორც მახსოვს იყო მე რომ თბილისის მერი ვიყო, სადაც ცნობილი ახალგაზრდები გამოდიოდნენ და სხვადასხვა სივრცეებში წერდნენ ვიდეოებს და ამბობდნენ რას გააკეთებდნენ ისინი რომ თბილისის მერი ყოფილიყვნენ. ეს იყო 3 წლის წინ და შეიძლება ითქვას რომ რაც გაჟღერდა ამ კამპანიაში დაწყებული ხელმისაწვდომი უფასო ბიბლიოთეკით დამთავრებული სხვა სკოლებში, სხვა ინსტალაციებით ფაქტიურად ყველა სურვილი აუსრულდა ხალხს. ეს არ ვიცი სრულიად და ემთხვა თუ ვინმე ნახა ეს კამპანია და ამის შედეგი იყო, მაგრამ უფრო მგონია რომ ქონდა ამ კამპანიას წვდომა განაწყვეტილების პირებამდე და იდეები მარტივად მოედო. ძალიან მნიშვნელოვანია რომელიღაც კითხვას არ გავეცი პასუხი. კომერციული კომერციული კომპონენტი. რადგან ეს ორგანიზაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩვენ შემოსავალს, რომელსაც ვებულობთ სხვადასხვა წყაროებიდან, ვახმართ ისევ მისიას. ანუ ამ რადიოს განვითარებაც ჩვენ მისიაში შედიოდა. შესაბამისად,
ანუ დამატებით დაფინანსებას და თანხებს აკუმულირებას უწევდით სხვა წყაროებიდან და მაგალითად თუ კი გავაკეთებდით და გადავიღებდით კლიპს, აქედან დარჩენილი მოგების ნაწილს ჩვენ უნაწილებდით რადიოს. აი ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ბიზნეს კომპონენტი. კომერციულ კლიპებზეა ხო საუბარი? საუბარია როგორც სოციალურ კლიპებზე, როგორც კომერციულ კლიპებზე, სხვადასხვა დაკვეთებზე, მომსახურებებზე, მარკეტინგულ მომსახურებებზე, გრაფიკული დიზაინის მომსახურებებზე, ტრენინგებზე, რასაც ვატარებდით და ასე შემდეგ. დღესაც ფუნქციონირებს ხომ ეს რადიოც და რადიო საიტი ფუნქციონირებს, ორგანიზაცია რა თქმა უნდა ფუნქციონირებს და კიდევ გაიზარდა, აქვს ამჯერად აქვს 4 კამპანია, რომელიც არის ალკოჰოლის ზიანზე, ჯანსაღყვებაზე, სისხლისღრმავ გარდაცვალებაზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და კიდევ დაემატა Art News G, რომელიც არის კულტურასა და ხელოვნების შესახებ ვებპორტალი, რომელიც უკვე საკმაოდ წარმატებით მუშაობს. და როგორ იღებთ დაფინანსების წყაროები რა არის? ხო თქვენ ბიზნეს არასამთავრობო, ეს ძალიან საინტერესო ტერმინია, რას ნიშნავს? ბიზნეს არასამთავრობო როგორც იურიდიული ფორმა ამ ფორმით არ არსებობს ჩვენ ჩანაწერში, მაგრამ მენეჯმენტი გვაქვს ჩვენ ბიზნეს არასამთავრობოსი, რომელიც არის ამერიკული მოდელი. ქართული მოდელი არასამთავრობო ორგანიზაციის ძირითადად ასე ესმით და გულისხმობს, რომ წლის ბოლოს ბალანსზე 0 უნდა აიჭდეთ, მაგალითად თანხა. როცა ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მენეჯმენტის მოდელი გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად ამ ორგანიზაციამ განახორციელოს ძირითად საქმიანობასთან ერთად გვერდითი საქმიანობები, ის ძალა რაც მას შესწევს, დამატებით თანხები იშოვოს და ის თანხები შემდეგ უკვე მოახმაროს ისევ თავის მისიას. აი ეს არის ძირითადი ბიზნეს მოდელი. ანუ დაახმარა სამეწარმეო საქმიანობის ესე ვთქვათ. კი ბატონო, უბრალოდ ეს სამეწარმეო საქმიანობა სამეწარმეო არ არის ჩვენ შემთხვევაში და არის ინტელექტუალური საქმე და მომსახურებები, როგორც არის კვლევა, მარკეტინგული მომსახურებები და ასე შემდეგ. და საინტერესოა რადიოში მუსიკაზე თქვით რომ ძალიან მიმზიდველი იყო, აი სიას ადგენდით რაღაც მუსიკის თუ როგორ? კი ბატონო, ჩვენ გვქონდა ძირითადად deep house-ის მიმართულება, სადაც ვეძებდით ჩვენ უფასო ლიცენზირებულ მასალას, ან ყავდა ასევე ქართული არტისტებიც, ვისაც ვთხოვდით რომ მათი მუსიკა გაგვეშვა და რა თქმა უნდა ისინი უსასყიდლოდ თუ გადმოგვცემდნენ ხოლმე, იმიტომ რომ არ ჰქონდა ამის ფინანსური საშუალება, რომ მათთვის გადაგვეხადა ხოლმე თანხა და ტრიალებდა ხოლმე ასეთი პლეილისტი ქართული არტისტები, რამდენადაც მართლაც 2 დიჯეი ყავდა თუ არ ვცდები ამის ეთერში, ისინი მუსიკას ტრიალებდა ხოლმე და deep house-ი არაქართული შემსრულებლების. თქვენ ასევე საინტერესო საქმიანობა და საინტერესო უამრავი სიპი არსებობს კულტურის სამინისტროსაც მათ შორის შემოქმედებითი საქართველო არის ერთ-ერთი სიპი, რომელშიც ასევე საქმიანობთ. ამაზეც რომ მოგვიყვეთ, რას აკეთებს სიპი, რა საქმიანობებს ახორციელებს და რა ვიცი, როგორ ერთვებიან ამაში ახალგაზრდები და ახალგაზრდების ჩართულობა ალბათ ამ სიპში ნაკლები არის. ამ სიპის მისია არის რომ შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის შექმნას ხელსაყრელი გარემო. და ეს ახალი ორგანიზაცია არის, ახალი დაფუძნებული სიპი არის. მე ვმუშაობ იქ როგორც ორგანიზაციული ორგანიზაციებთან ურთიერთობის მენეჯერი და ამ შემთხვევაში როგორც წესი ხელმძღვანელობ ორგანიზაციის მმართველ საბჭოებს, 4 საბჭო ყავს ამ ორგანიზაციას და ასევე ვმუშაობ მათ საგრანტო პროექტებზე, მათ დაწერაზე, ფონდების მოზიდვაზე და ასევე რამდენიმე კონკურსზე, საერთაშორისო პროექტებზე. თქვენ არასაბიუჯეტო დაფინანსებაც გაქვთ, ანუ? გრანტის შემთხვევაში დიახ, თუმცა ძირითადად საბიუჯეტო დაფინანსებაზე არის ეს ორგანიზაცია. აი განვითარებთ და ხელს უწყობთ ინდუსტრიების, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას. რა გამოწვევები არის საქართველოში ამ მიმართულებით? პირველ რიგში ის რომ ამ ადამიანებს და ორგანიზაციებს არ ესმით და ნაკლები გაგება აქვთ ზოგადად რა არის შემოქმედებითი ინდუსტრია, ის რომ კულტურა, დაწყებული თუნდაც აი მუზეუმი, ფესტივალი, ეს რომ არ არის ის რომ თუნდაც ხელოვნება არ არის მხოლოდ კბობისთვის, ის რომ ამას მოყვება გვერდითი დიდი ეკონომიკური სარგებელი, როგორ გამოვიყენოთ და ხარჯით შესაბამისად. მაგალითად კინოს ეკონომიკური სარგებელი არ არის გაყიდული ბილეთი. არამედ არის ის რომ რაც უფრო მეტ დროს გატარებინებს შენ ის ინდუსტრია რაც გარშემო არის, თუნდაც მაგალითად კინოში მიდიხარ და თამაშობ, ხო? ანუ კინოში თუ უფრო ადრე მიხვედი, იმიტომ რომ იქ დაგვხვდა
ძალიან კარგი ასკინკილა, სადაც შეიძლება იხტუნავან რაღაც გასართობი. ეს ყველაფერი არის შემოქმედებითი ინდუსტრია. ანუ რაც შენ მეტ დროს ატარებ, იქ მეტი მოთხოვნილება გაქვს, ანუ შეიძლება დაგჭირდეს წყალი, დაგჭირდეს ჩაი, ყავა, საჭმელი. აი ეს არის უკვე გვერდითი ეკონომიკური სარგებელი. ასევე ამას აქვს გამოწვეული ეკონომიკური სარგებელი, ეს ეკონომიკური ტერმინია, რომელიც ნიშნავს, რომ შენ მხოლოდ იმ შენობაში არსებული ინდუსტრიებით არ კმაყოფილდები და იმის გვერდზე რაც არის იმითაც კმაყოფილდები. აი ეს ძალიან ამერიკული კონცეფცია და რატომაც მაგალითად ხშირად თეატრებს აშენებენ ქალაქის გარეუბნებში, იმიტომ რომ უფრო მეტი მოთხოვნა შეიქმნას საკვებ ობიექტებზე, ამის კრიმინალსაც კი ამცირებს. ძალიან ბევრი რაღაც მოხდეს მოკლედ შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება. კი, ჩვენთან კი თეატრებში ძალიან ხშირად ცარიელი ადგილებია, აი ოპერაშიც, კონსერვატორიაშიც რამდენჯერ და ვითი არის ეს გამოწვეული? ჩვენ შემთხვევაში აქ აუდიტორიის პრობლემა არის და არტ მარკეტინგის პრობლემა არის, ორივე არის. ერთი არის ის, რომ ადამიანებამდე არ მიდის ინფორმაცია, სამიზნე აუდიტორია არ არის როგორც წესი იდენტიფიცირებული, ვინც არის ამ ადამიანებამდე მხოლოდ აი ასე ერთმანეთს ჩვეულებნებიან, რომ იცი იქ სადაც კონცერტი არის და ასე მიდიან ძირითადად, ან აქ შემოხმარეს საქმე სხვაგან. მაგრამ მარკეტირება როგორც ასეთი არ ხდება სწორი მარკეტირება, ასევე არ ხდება სწორი ფასების დადგენა, ანუ არ არსებობს ან ხშირად არ იყენებენ სააბონეტო სისტემას, ფასდაკლების სისტემას, მაგალითად რატო ერთ ბილეთს როგორც წესი არავინ ყიდულობს, ხო, მაგრამ როგორ შეიძლება წაახალისო ადამიანი რომ მეტი იყიდოს, ორ ბილეთს თუ იყიდის, მესამე შეიძლება მაგალითად ფასდაკლებით მისცე ნაწილი დაუკლო ფასი, ხო, ანუ ფასის გამოთვლის ტექნიკებსაც არ ფლობენ ქართული სახელოვნება ორგანიზაციები. ანუ რაღაცნაირად ბიზნესზე არ არის ორიენტირებული ჩვენი ხელოვნება, ანუ თვითკმარობაზე, თვითკმარობის შენარჩუნებაზე და იმისთვის რომ კონკურენტუნარიანი იყოს, თუნდაც ის ფილმი, თუ სპექტაკლი, თუ რაღაცა ჰოლივუდთან თუ არა, მაგრამ რაღაცასთან მაინც ძალიან აუცილებელი არის, რომ შესაძლოა რაღაც ფინანსიც მოიძიოს. ძალიან მარტივია, თუნდაც შეიძლება გააკეთოთ შენ კინოს პრემიერა, ან კინოს ჩვენება და შეიძლება ეს საერთოდ იყოს კომერციული კინო. მაგრამ შენ აქედან ანუ შემოსავალი და ფინანსები ნახო დაწყებული სპონსორობით, დამთავრებული იმით, რომ თუნდაც შესასვლელში მხოლოდ შენი ყავა გაყიდო. რომელიც რა ვიცი, ჩვენთან ასეთი ტიპის ძალიან მარტივი ბიზნეს აქტივობები ფაქტიურად არ გვხვდება. ანუ ეს ყველაფერი პრინციპში რადგან ვსაუბრობთ, არის არტ მენეჯმენტის ღერძი და რისთვისაც ეს ყველაფერი არსებობს და ნელა იმედია, რომ ჩვენი ქვეყანაც წავა და საქართველოში უფრო მეტი არტ მენეჯერი გაჩნდება, ეს არტ მენეჯერები ამ ორგანიზაციებში დასაქმდებიან და მათი ხარისხიც აიწევს, აუდიტორია გაუმჯობესდება, გაიზრდება და ანუ მთლიანობაში სარგებელი ექნება როგორც ხელოვნებას, როგორც ხარისხს, ასევე აუდიტორიას და თვითონ ხელოვნება და კულტურა უფრო მეტად თვით შენახვადი გახდება და უფრო მეტად ბიზნესზე ორიენტირებული. საიდან დავიწყეთ და რითი დავთავრებთ უკვე ჯერ პროგრამებით და თუმცა ყველაფერი ზუსტად ასე არის ერთმანეთზე გადაბმული. ის განათლება, ის ახალი იდეები და ახალი საქმის წარმოების, ახალი მეთოდები და სტრატეგიები, რომლებიც ზუსტად ასე ჰორიზონტის გაფართოებით და ჰორიზონტის მიღმა გახედვით იწყება. დღეს კი ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, როგორ უნდა გავიხედოთ ჰორიზონტის მიღმა, დათო მადირაძესთან ერთად ჩვენ კი ორი კვირით გემში დაგებით დროებით. მადლობა თანახმდის